ანუბისის სახლი მეორე სეზონის შემოკლებული ვერსია. ესეც ასე. ყველა სკოლაში ბრუნდება, თუმცა ყველაფერი თავდაყირადგება ახალი ამერიკელი სტუდენტის გამო. მას არავინ ენდობა. ვერა ახალი დიასახლისია, რომელიც ვიქტორს ეპრანჭება. ფუფ, აგრეთვე ახალი დუმალი მოჩვენება სენქხარა, რომელიც დინას ანუბისის ნიღბის პოვნას ავადებს, თორემ მოკვდება. როგორც ჩანს, ყველას უნდა ანუბისის ნიღბის ხელში ჩაგდება, მათ შორის იდუმალ ნიღბიან კაც კოლექციონერსაც, საშიში კაცი, რომელიც კეთილებს აშანტაჟებს. მარა ვერას არ ენდობა, ამიტომაც მასზე ინფორმაციას იძიებს, თუმცა გამოიჭერენ და გარიცხავენ, რამდენიმე წუთში კი ისევ მიიღებენ. მოიცადე, რა? ანუ უკან აბრუნებენ. მართალია. მოკლედ ირკვევა, რომ მისტერ სვიტი ედის მამაა, ჯერომის მამაც იხეშია, მიკის მამამ მას ავსტრალიაში გადასვლას აიძულებს. ვიქტორის მამა გვირაბებში სახლობს, კოლექციონერი კი ვიქტორის ძველი მეგობარი აღმოჩნდება. რუფუს ზინო. მოკლედ ანუბისის ნიღბის შესაგდება დიდი გზის გავლა გვიწევს. ციბუნავალდებულია გადალახოს ისეთი დავალებები, როგორიცაა სასიკვდილო ქანქარა, ძველი ეგვიპტური ჭადრაკი, არასწორი წყლის გამონინა ქვემოთ ვარდება გვირაბში. რუფუსი ჯერომს იტაცებს, მისი და პოპი მამის გამოყვანას ცდილობს ციხიდან. ვიქტორს გონია, რომ ციბუნას აკონტროლებს და მათ ფიგურებად იყენებს. ვიქტორი ალფის მცდარისთვის გაკეთებას აიძულებს, ამიტომ ალფი ქვემოთ ვარდება, იქ სადაც ნინაა. რუფუსი და ვიქტორია ერთმანეთს შეხვდებიან. ალფი და ჯერომი ანუბისის ნიღაბს იბარავენ, თუმცა ეს ნამდვილი ნიღაბი არ არის. ნამდვილი ნიღაბი ნინას აქვს აპირებს თავის ხორბლად შეწიროს, რათა მეგობრები გადაარჩინოს. დასწორეთ აქ გავჩერდით. გაიგე? კი, ნამდვილად. ესეც ასე, ახლა კი ფინალური სერია. დატყვით. ბრედ